როგორც კი ბავშვები დაიბადნენ, მიატოვა, გაიქცა, მომიყარა ბავშვები, მიიმალა. არანაირ ყურადღებას არ გაქცევთ ბავშვების არა, არანაირი. როდესაც ბავშვები დაიბადნენ, თუ ნახა თავისი შვილები? არა, არ უნახია. გველსაც უყვარს თავის შვილი და აი არ ვიცი რა, გაოგნებული ვარ, აი მაგის ტვიში ჩამახედა, რას ფიქრობს. ლაზარეს რო უკეთდებოდა გულის ოპერაცია, დაუეკე ბავშვის მამას და ასე მეუბნებ. გზის ფული არ მაქვს და ვერ მოვდივარო. და რამდენი იყო საჭირო გზის ფული? ლარნახევარი ალბათ. სატელეფონო ზარით თუ მაინც კითხულობს თავისი შვილების ჟანმრთელობის მდგომარეობას? ექიმა ბავშვებს დაუნიშნა საქონლის ხორცი. სახოლის კორსი კი არა, ფაფის ფულიც არ მაქვს, რომ ბავშვებს ფაფა უყიდო. მთავრობამ შემოსახლა ბავშვთა სახლი იყო ეს ადრე ძველად და ჭერიდან ჩამოდის წვიმა, აი ჩამოთხრილია. მთელი ზამთარი ბავშვები სიცივეში მეყინებოდნენ. არც საპირფარეშო მაქვს, არც დასაბანი, არაფერი, ბონჟივით ვცხოვრობ მართლა, აი როგორც ქუჩის ძაღლები ისე. ლაზარე და გაბრიელი, 1 წლის და 3 თვის ტყუპები. გაბრიელი 12 კილოგრამს იწონის, ლაზარე კი მხოლოდ 6 კილოგრამია, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მძიმე დაავადებების გამო. ამ ყველაფერს კი შიმშილი ემატება. ლაზარე გულის მანკით დაიბადა. დაბადებიდანავე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. 2 თვის ასაკში გულზე ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ ბიჭუნა ვერ ვითარდება. გაბრიელს კი ფილტვი აქვს დაზიანებული. ყველასგან მიტოვებულ დედა საბრალო ტყუპები ექიმთან ვერ მიხავს. ძმები ყველასგან მიტოვებული. ახლა ის დროა, რომ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ ტყუპინოზაცეების გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.